მოგესალმებით. თუ სწორად ვიცი, ქართველების უმრავლესობა სკოლის შემდეგ ვეფხისტყაოსანი აღარ გადაუშლია. ბევრისგან მომისმენია ეს წიგნი სკოლაში სამუდამოდ შემაძულესო. მე თუ გკითხავთ, რომელიმე კონკრეტული მასწავლებლის პრობლემა არ არის, თუ მან თავის მოსწავლეებს ვეფხისტყაოსანი ვერ შეაყვარა და ზოგ შემთხვევაში უნებლიეთ შეიძლება შეაძულა კიდეც. ალბათ საქართველოში სამეცნიერო კონფერენციები უნდა იმართებოდეს იმისთვის, რომ ჩამოვყალიბდეთ სწორად როგორ ვასწავლოთ სკოლაში შოთა რუსთაველის ეს რთული და ვრცელი პოემა. მასწავლებლებმა ერთმანეთს საუკეთესო გამოცდილება უნდა გაუზიარონ, მეცნიერებმა კი საკუთარი მოსაზრებები და რუსთველოლოგიური ნაშრომები უნდა შეაშველონ მასწავლებლებს იმისთვის, რომ პრიორიტეტები სწორად ჩამოვაყალიბოთ. რა თქმა უნდა, სწავლების პრიორიტეტებს ვგულისხმობ. ამ სირთულების და ვეფხისტყაოსნის მიმართ გაუცხოების მიუხედავად, არსებობს ერთი კითხვა, რომელზე პასუხიც ყველა ქართველმა თავის გულში ზუსტად იცის. არ ჭირდება ფიქრი და ყოყმანი ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად. ეხლა მე დავსვამ ამ კითხვას თქვენთვის, თითოეულ თქვენგანისთვის, ვინც ამ გადაცემას უყურებთ. პირადად თქვენთვის, რომელი გმირია უფრო ახლობელი და უფრო გასაგები? ტარიელი თუ ავთანდილი? აი გთხოვთ, რომ პასუხი თუნდაც ერთი სიტყვა, გმირის სახელი YouTube-ზე ამ ვიდეოს კომენტარებში მომწეროთ და შემდეგ ერთად ვნახოთ, როგორია საერთო სურათი. ჩემი არ იყოს პასუხი, თქვენც ალბათ წინასწარ იცით, იმიტომ რომ თანამედროვე ქართველების უმრავლესობისთვის მისაღები და გასაგები გმირი ავთანდილია. მაგრამ ეს კითხვა ბევრჯერ დამისვამს და ზოგჯერ ასეთი პასუხიც მიმიღია. ტარიელი, რა თქმა უნდა, ტარიელი. თავიდან ადრე, ჩემთვისაც ამ კითხვის პასუხი ავთანდილი იყო, მაგრამ არასდროს არ მავიწყდებოდა, რომ პოემას ქვია ვეფხისტყაოსანი და ეს ნიშნავს, რომ მე ვინც არ უნდა მომწონდეს შოთა რუსთაველისთვის პოემის მთავარი გმირი არის ტარიელი, ვეფხისტყაოსანი მოხმე. ჩემი მოსწავლებისგანაც და სხვებისგანაც ბევრჯერ მომისმენია ერთგვარი საყვედური. რატომ ტირისამდეს ტარიელი? სულგული რატომ მისდის? რატომ არ მიყვება ავთანდილს ნესტანის მოსაძებნად? ასეთი უნდა იყოს რაინდი და იდეალური გმირი? ამ კითხვებზე ერთი პასუხი არსებობს და ეს პასუხი შოთა რუსთაველმა იცის შესანიშნავად. ავთანდილი და ტარიელი არ არიან მხოლოდ პერსონაჟები, რომლებიც მოქმედებენ. ისინი არ არიან არც მხოლოდ გმირები, რომლებიც მოქმედებენ და ამ თავის მოქმედებით ცვლიან გარემოს. ავთანდილი და ტარიელი განასახიერებენ ორ ფუნქციას, სამყაროს ორგვარ აღქმას, ცხოვრების ორგვარ წესს, ქცევის და აზროვნების ორ მოდელს. იმას გულისხმობ, რომ ავთანდილი დასავლური გმირია, ხოლო ტარიელი აღმოსავლური. ამიტომ არის ადვილი გამოსაცდები თითოეულ ჩვენგანს, რომელი უფრო მოწონს და რომელი უფრო თავისიანად გნებავთ, რომელი უფრო საინტერესოდ მიაჩნია. ის რომ ზოგადად მსოფლიოს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები ადამიანები განსხვავებულად აღიქვამენ სამყაროს და ადამიანის დანიშნულებას, სადავოდ არ გაუხდია არავის, არც აღმოსავლეთის და არც დასავლეთის მოაზროვნეებს. რა თქმა უნდა, დედამიწა ერთიანია, ადამიანების ისტორია, კაცობრიობის ისტორია ერთიანია, ადამიანი ყველგან ადამიანად რჩება, მაგრამ დასავლეთის და აღმოსავლეთის ერთიან სივრცე და აღქმას რაღაც ძალიან სერიოზული ბარიერი უდგას წინ. გაგახსენებთ რადიარ კიპლინგის ინგლისელი მწერლის ძალიან ცნობილ ფრაზას: აღმოსავლეთი აღმოსავლეთია, დასავლეთი კი დასავლეთი და ეს წყვილი არასდროს შეხვდება ერთმანეთს, ვიდრე მიწადაცა არ წარსდგებიან ღვთის დიდი სამსჯავრო საყდრის წინაშე. აქ ციტატა მთავრდება. მართლაც ოდითგან აღმოსავლეთი უფრო მეტად ორიენტირებულია სულზე, დასავლეთი მატერიაზე. ოდითგან აღმოსავლეთი იკვლევს ადამიანს, დასავლეთი კი მიკროსკოპით და ტელესკოპით არის შეიარაღებული და იკვლევს სამყაროს ყველაზე დიდ და ყველაზე მცირე ელემენტებს. დასავლეთი უფრო აკადემიურ სწავლებასთან არის ასოცირებული, აღმოსავლეთი კი ინტუიციურ და გამოცდილებით ცოდნასთან. კონკრეტულ მეცნიერებზე და მათ ნაშრომებზე საუბრით, რა თქმა უნდა, თავს არ შეგაწყენთ, მაგრამ სქემატურად თუ ჩამოვაყალიბებთ კაცობრიობის ზოგად ცოდნას,
შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასავლური ცნობიერებისთვის დამახასიათებელია აქტიურობა, წინააღმდეგობის გადალახვა, მუდმივი განახლების, ესე იგი პროგრესის წყურვილი, რაციონალიზმი, ფსიქოლოგიზმი, ისტორიული ცნობიერება და რაც მთავარია სიცოცხლის, როგორც თავისთავადი ღირებულების აღქმა, აღიარება და მისი დამკვიდრებისთვის ბრძოლა. ადრეც ასე იყო და ახლაც ასეა, ეს არის დასავლეთი, რაც ხა მე ჩამოგითვალეთ. რაც შეეხება აღმოსავლეთს, აღმოსავლური ცნობიერებისთვის დამახასიათებელია პასიურობა, საკუთარ თავში ჩაღრმავება, ჩაკეტვა, გარინდება, ირაციონალურობა, ანტიისტორიული ცნობიერება და აქაც რაც მთავარია, სიცოცხლის როგორც თავისთავადი ღირებულების უარყოფა. კიდევ უფრო მეტად რომ განვაზოგადოთ, დასავლეთი განასახიერებს ქმედებას, აღმოსავლეთი განასახიერებს შემეცნებას. ვისაც კი აღმოსავლეთის და დასავლეთის შესახებ რამე სერიოზული უთქვამს ან დაუწერია, მეცნიერი იქნება თუ მწერალი, გონი ყველა მისულა იმ დასკვნამდე, რომ სამყაროს ჰარმონია სწორედ ამ ორი საპირისპირო მსოფლმხედველობის, დასავლურის და აღმოსავლურის ერთიანობას ეფუძნება. ახლა ჰარმონიაზე მეც აღარაფერს ვიტყვი, მაგრამ შემდეგ გადაცემებში დავბრუნდებით ისევ ჰარმონიასთან, ისევ ვახსენებთ ამ ცნებას, რა თქმა უნდა, ვეფხისტყაოსნის კონტექსტში. ჩემი დღევანდელი და შემდგომი გადაცემების მიზანია რამდენადაც შევძლებ იმდენად დამაჯერებლად გაჩვენოთ, რომ ვეფხისტყაოსანში ძალიან დაწვრილებით არის ასახული სამყაროს აღქმის როგორც აღმოსავლური, ისე დასავლური გამოცდილება. აქვე გავიხსენებ ამერიკელი პოეტის და ფილოსოფოსის რალფ უოლდო ემერსონის ერთ ფრაზას, ციტატას, რომ არათუ სამყაროში, არამედ ნებისმიერი ადამიანის ინდივიდუალურ ცნობიერებაში უსადოდ არსებობს აღმოსავლური და დასავლური საწყისი, ოღონდ სხვადასხვა პროპორციით. ამიტომ, როცა ჩემ თავდაპირველ კითხვას უპასუხებთ, რომელი გმირია უფრო თქვენიანი, ტარიელი თუ ავთანდილი, თქვენივე პასუხი ბევრს გიამბობთ. არა იმდენად ვეფხისტყაოსანზე, რამდენადაც პირველ რიგში საკუთარ თავზე, რას გულისხმობ. თუ ავთანდილი აირჩიეთ, ესე იგი თქვენ უფრო დასავლური ყაიდის ადამიანი ხართ, გარე სამყაროზე ორიენტირებული, მოქმედი, აქტიური, მიზანდასახული, მაგრამ თუ რატომღაც ტარიელი აირჩიეთ, ხო გითხარით, ასეთი არჩევანიც არაერთხელ შემხვედრია. მაშინ თქვენ ხართ უფრო მეტად საკუთარ სულიერებაზე, შინაგან სამყაროზე ორიენტირებული, შედარებით პასიური და მატერიალური მიღწევებით ნაკლებად დაინტერესებული ადამიანი. მაგრამ როგორც ემერსონი ამბობდა, თითოეულ ჩვენგანში ეს ორი საწყისი სხვადასხვა პროპორციით არსებობს. ავთანდილი და ტარიელი სახეფუნქციებია. ჩვენ ცოცხალი ადამიანები ვართ და რა თქმა უნდა, საკუთარ თავში ვატარებთ როგორც დასავლეთს, ისე აღმოსავლეთს, ესე იგი, როგორც ტარიელს, ასევე ავთანდილს. მით უმეტეს საქართველო ყოველთვის იყო ის ადგილი, სადაც არა მხოლოდ ტვირთები მოძრაობდა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, არამედ კულტურული ნაკადები და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. სხვათა შორის ამის შესანიშნავი დასტურია თბილისი, რომელიც დღემდე იმით ქმნის განსაკუთრებულ მიმზიდველობას, შეგვიძლია ვთქვათ, განსაკუთრებულ აურას, გულისხმობ პირველ რიგში უცხოელ სტუმრებს, რომ აქ ბუნებრივად არის შერწყმული ევროპაც და აზიაც. ერთ სივრცეში არის თავმოყრილი აღმოსავლეთიც და დასავლეთიც. შესაძლოა ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ახლა უკვე ვერც ვაცნობიერებთ თბილისის განსაკუთრებულობას, მაგრამ იმას კი ვხვდებით, რომ უცხოელებისთვის აქაურობას რაღაც თაფლი ნამდვილად ცხია. ახლა მინდა იმაზე ვილაპარაკო, რომ ტარიელის და ავთანდილის შესახებ თითქმის ყველაფერს ამბობს მათი წარმომავლობა. დავიწყოთ არაბეთით. დღეს არაბეთი გეოგრაფიულად აღმოსავლეთია, მაგრამ ისტორიაშიც და ლიტერატურაშიც ეს ცნებები დასავლეთი იქნება თუ აღმოსავლეთი იქნება, მაინც ატარებს უფრო მეტად კულტურული ფენომენის სახეს, ვიდრე ვთქვათ ადგილს რუკაზე. ვეფხისტყაოსანში არაბეთი არის მკაფიოდ დასავლური სივრცე, რასაც აქვს სრულიად რეალური საფუძველი. შუა საუკუნეებში ისლამური სამყარო, რომლის ცენტრიც არაბეთი იყო, თავისი კულტურით, სამეცნიერო თუ ეკონომიკური განვითარებით ბევრად ჭარბობდა მაშინდელ ევროპას და ამ პერიოდს ჩვენ ბნელ შუა საუკუნეებად მოვიხსენიებთ ხოლმე. ძველი საბერძნეთის და რომის ლიტერატურა თუ ანტიკურობის სხვა მიღწევები სწორედ არაბეთის გავლით დაუბრუნდა დასავლეთ ევროპას და თანამედროვე ევროპასაც დაედო საფუძვლად. ასევე არაბეთში განვითარებული მეცნიერება გახდა თანამედროვე დასავლური მეცნიერების საფუძველი.
ეს რაც ახლა გითხარით ისტორიაა. ლიტერატურაში კი ვეფხისტყაოსნის არაბეთი არის დასავლური, რაციონალური სამყაროს ერთგვარი გული და ვარსკვლავი. ახლა რაც შეეხება ინდოეთს, ინდოეთი არის ტრადიციულად, ისტორიულად აღმოსავლური ცნობიერების სამშობლო, ღრმა ფილოსოფიური ცოდნის და რელიგიური გამოცდილების ქვეყანაა. ინდოეთში აზროვნების სისტემები იმგვარად იყო ჩამოყალიბებული, რომ მიზნად ისახავდა არა გარე სამყაროს მართვას, როგორც ეს დასავლეთში ხდებოდა, ხა მიკროსკოპი და ტელესკოპი ვახსენე, ხო? არამედ ადამიანის შინაგანი სამყაროს გაგებაზე იყო ორიენტირებული და ამის დასტურია თუნდაც ვედები იქნება თუ იოგა. ეს ისევ ისტორიაა. ლიტერატურაში კი ტარიელი დაბადებით არის ინდოეთის უფლისწული, რომელიც მთელი პოემის განმავლობაში დაბადებიდან გამეფებამდე ატარებს ინდოეთის გადარჩენის მისიას. მაგრამ ახლა მინდა ყურადღებით წავიკითხოთ, როგორ არის ვეფხისტყაოსანში წარდგენილი ორი მეფე, ფარსადანი ინდოეთის მეფე და როსტევანი არაბეთის მეფე. მახვილ თვალს თავიდანვე უნდა ეუცხოოს ინდოეთის მეფის ფარსადანის დახასიათება. 6 სამეფო ფარსადანს ჰქონდა თვითიყო მპყრობელი, უხვი მდიდარი უკადრი მეფეთა ზედამფლობელი, ტანად ლომი და პირად მზე, ოდენ მძლე რაზმთა მწყობელი. აქვე გავიხსენოთ როსტევანის არაბეთის მეფის წარდგენა და ერთმანეთს შევადაროთ ამ ორი დიდი ქვეყნის მეფე. იყო არაბეთს როსტევან მეფე ღვთისაგან სვიანი, მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი, მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი, თვით მეომარი, უებროკლა, მოუბარი, წყლიანი. სად გაქრა ინდოეთის მეფის წარდგენაში ისეთი ეპითეტები, როგორებიცაა ღვთისაგან სვიანი, ანუ ღმერთისგან დალოცვილი, მაღალი, ანუ დიდბუნოვანი, სულიერად ამაღლებული, მდაბალი, ანუ თავმდაბალი, მოსამართლე და მოწყალე, ანუ სამართლიანი და ლმობიერი, განგებიანი, ანუ განგების ნების მიმყოლი. ეს ეპითეტები ხომ მარადიულ ფასეულობებზე არის ორიენტირებული და არა ამ ქვეყნიურ ძალაუფლებაზე. იმის ნიშნები, რაც ვეფხისტყაოსნის სამყაროში შემდეგ მოხდება, საიდუმლოსავით არის ჩადებული ამ ორი მეფის წარდგენაში. სიბრძნის სამშობლოს ინდოეთს ყავს მეფე, რომელსაც აინტერესებს ამ ქვეყნიური ამბები, ხოლო რაციონალური, პროგრესული სამყაროს განმასახიერებელ ქვეყანას არაბეთს ყავს მეფე, რომელიც ცხოვრობს არა მხოლოდ ამ ქვეყნიური ძალაუფლებით, არამედ პირველ რიგში აი ამ მარადიული ღირებულებებით. რატომ რა ხდება ვეფხისტყაოსანში? რა ხდება ინდოეთში, რომელსაც თავიდანვე ჩანს, რომ ერთგვარად დაკარგული აქვს სწორი გეზი. თუ პოემის მთავარი გმირი ვეფხისტყაოსანი მოყმე ტარიელია, ესე იგი ვეფხისტყაოსნის მთავარი ქვეყანაც ინდოეთი ყოფილა და მაშინ რატომ ხდება ამ ქვეყანაში ბევრი ცუდი რამ? მხოლოდ ცუდი კი არა, ერთმანეთზე უარესი ბევრი რამ რატომ ხდება ინდოეთში? და რატომ არის არაბეთის მშვენიერი მეფისთვის, თინათინისთვის მნიშვნელოვანი, რომ ინდოეთს თავისი დიდება დაუბრუნდეს? არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამისთვის თავისი სამშობლოს კეთილდღეობასაც წირავს და საკუთარ სიყვარულსაც რისკავს. ამ კითხვებზე პასუხების მოძებნას შემდეგ გადაცემებში შევეცდები. დღეს კი მინდა დავიმახსოვროთ, რომ არსებობს სამყაროს ორი საპირისპირო ხედვა, რომელსაც ვეფხისტყაოსნის მთავარი გმირები განასახიერებენ. ყველაფერი, რაც მათ თავს ხდება, ან არ ხდება, სწორედ მათი მხატვრული ფუნქციით არის განსაზღვრული. ტარიელის სტილიც, მის მიმართ სიცოცხლის მიმართ ინტერესის დაკარგვაც, თინათინის ღალატიც ავთანდილის მიერ და ბევრი სხვა რამ, რაზეც შემდეგ გადაცემებში უფრო ღრმად ვისაუბრებთ და ღრმად განვიხილავთ. მანამდე ტრადიციული თხოვნა მაქვს, შემომიერთდით ჩვენს პლატფორმაზე ზღარბი მედია და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩემ თხოვნას, მომწერეთ პასუხი ჩემს კითხვაზე, ტარიელი თუ ავთანდილი. მომწერეთ კომენტარები, შეკითხვები, მოსაზრებები. მე კი შემდეგ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით და მადლობელი ვარ, გულწრფელად მადლობელი ვარ, რომ ჩემთან ერთად ხართ.